არაბების შემოსევისას ზემო იმერელმა მთავრებმა დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა უდიდესი წინააღმდეგობა და ბრძოლა გაუმართეს მურვან ყრუს და მის ლაშქარს, რის გამოც ისინი შეიპყრეს და აწამეს. მრავალი საუკუნის შემდეგ სხვა ზემო იმერელმა ივანიშვილმა გადაწყვიტა ფულის გამო მასობრივად ჩამოესახლებია ქვეყანაში არაბები. დავით და კონსტანტინე მხეიძეებს უდიდესი თავგანწირვის გამო ქართულმა ეკლესიამ წმინდანების სტატუსი მიანიჭა. მათ სახელზე აგებულია მოწამეთას მონასტერი და დღემდე ერი პატივით მოიხსენიებს თავის თავგანწირულ გმირებს, ხოლო ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც უდიდესი მოღალატე. ასეა ისტორია არის ყველაზე მკაცრი მსაჯული და ყველას საკუთარ სახელს დაარქმევს ერის მოამაგეებსაც და ერის მოღალატეებსაც.